ისინი რო გამოვიყენოთ. თორე ანუ შენ ეს ქონდა ესე ჩაწერილი პირდაპირ 18 გაყოფილი 100-ზე. კი ბატონო, ეს პროცენტი გამოითვალა ამის 20%. მაგრამ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ აი ესა და ზოგადად Excel-ში მაინც გაყოფილი 100-ზე აღარ არის საჭირო უბრალოდ პროცენტის ნიშანს დაუწერ და მიიღებ ამას. მაგრამ ჩვენ როგორ გამოვიყენოთ აქ აღნიშნულია ეს, იმიტომ რომ აქ რო შეიცვლება მერე საშემოსავლოს პროცენტი ავტომატურად შეიცვლება ყველგან და აღარ დაგჭირდება ფორმულის ახლიდან გადამრავლება. ანუ რავს გულისხმობ მე? მაგალითად, ესე იგი ჩვენ გვინდა ამის ხელფასის 20% გავიგოთ, რომ საშემოსავლო დაერიცხოს, ხო? ესე იგი აი ეს გოდიში უდრის აი ეს გამრავლებული ანუ აღარ ვწერ მე 20-ზე და გაყოფილი 100-ზე. ან 20%-ზე. რატო? იმიტომ რომ უკვე ეს 20% მე აი აქ მაგ ცალკე მოთავს მოცემული. აი ამას როგორც კი დავაწვევი enter-ი და მე უკვე აი აქ ორჯერ დაწკაპუნებით აი ყველაფერი, ნუ აი აქ ბოლოში არ გვინდა ეს. ყველაფერი შეიცვალა. ეხლა ნახე რაზეა საუბარი. მე რო აქ პროცენტი შევცვალო, აი აქ 20-ის ნაცვლად ჩავწერო, მაგალითად 18 სიტყვაზე. ნახეთ 18. enter-ს როგორც კი დავაწვევი, ეხლა აქაც მიაქცია ყურადღება. აი აბსოლუტურად ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა. აი აქ შეცვლით. და არა აქ ცალ-ცალკე შეცვლით, მიხვდი? ეხლა ეს რატომ მოხდა ესე? მოდით წინა გაკვეთილი გავიმეოროთ წინა გაკვეთილის ვარიანტი. აი 18% ჩავწეროთ აი აქ. აი აქ 18%. მაშინ დავწეროთ ესე უდრის აი ეს გამრავლებული აი ამ 18-ზე და დავაწექი enter-ს. ეხლა გადავამრავლოთ ყველა უჯრაზე. მივიღეთ ნოლები. რატომ მივიღეთ ნოლები? ეს ჩვენ წინა გაკვეთილზე ავხსენით და კოდი კიდე გავიმეოროთ რახან დაგჭირდა ესე. იმიტომ რომ აი ეს უჯრა, აი ნახეთ, აი ამ ფორმულიდან ჩანს რომ აი ეს უჯრა გამრავლდა აი ამ უჯრაზე. ანუ იქ არსებულ მონაცემები ერთმანეთზე გადამრავლდა. აი აქ ეს უჯრა გადამრავლდა მის ქვედა უჯრაზე. აი აქ ეს უჯრა მის ქვედა უჯრაზე და ასე შემდეგ. აი ეს Excel-ს ახასიათებს, იმიტომ რომ მე წინა გაკვეთილზე ავხსენი რომ თუ აქ ჩავწერ 3-ს, აქ 4-ს, აქ 5-ს და აი აქ ჩავწერ კიდე სხვა რიცხვს, მაგალითად აი აქ იყოს რაღაც 5, 6, 7 და ამათი ჯამიან ნამრავლი გვინდა აქ მივიღოთ უდრის ნახეთ აი ეს გამრავლებული მაგალითად ამაზე. ესა გამრავლებული მაგალითად ამაზე, ხო? ოკეი. ეხლა თუ ამას ჩვენ ქვემოთ ჩამოვწევთ მივიღებთ რას, რომ აი აქ მივიღებთ ეს უჯრა ამაზე გამრავლდა. მივიღებთ აი აქ რომ ეს უჯრა ამაზე გამრავლდა ერთმანეთზე, ხო? ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ თუ მე აი აქ თქვა 0-ს ჩავწერ და აქაც 0-ს ჩავწერ, ან საერთოდ არაფერს არ ჩავწერ. აი წავშალე საერთოდ, აი. მონაცემი აქაც მონაცემი წავშალე, ნახე? ნოლები მივიღე. რატო? ეს ნიშნავს, რომ აი ეს უჯრა გამრავლდა ცარიელ უჯრაზე, რომ 0-ზე და 0 მივიღეთ. აქაც იგივე სიტუაცია არის. თუ აი ეს უჯრა გამრავლდა აი ამაზე, ამით ის უთხარით მე რომ აი აქ არსებული მის ქვემოთ არსებული უჯრები, როცა ფორმულა გადავამრავლეთ ჩვენ ესე ჩამოწევით. ამით ის უთხარით ჩვენ Excel-ს რომ მის ქვემოთ არსებული უჯრები გადამრავლდეს შესაბამისად ამ უჯრის ქვემოთ არსებულ უჯრებზე. ამ უჯრის ქვემოთ არსებული უჯრები ყველა ცარიელია და 0-ზე მრავლდება. ამიტომ მივიღეთ ყველგან 0, იმიტომ რომ რა რიცხვი გავამრავლო 0-ზე, მივიღებთ 0-ს. ამისათვის რა უნდა ვქნათ? ვაკეთებთ უჯრის გაყინვას, თქო ვთქვით. რას ნიშნავს ეს უჯრის გაყინვა? მე როცა ამას ვაკეთებ, რომ ვთქვათ, აი, წერე რომ უდრის, აი ეს უჯრა გამრავლებული ამ უჯრაზე, ვაწვევი F4-ს. აი F4-ს. ესა. აი F4 კლავიატურაზე. სადაც დაემატა ეს დოლარის ნიშნები თუ რაღაც. ოკეი ღილაკზე დაწკაპუნებით. ეხლა ეს უჯრა გაიყინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ესენი ქვემოთ მოცემული გამრავლდება მხოლოდ ამ უჯრაზე. რახან ეს უჯრა გაიყინა და ქვემოთ აღარ მოდის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ
ფორმულის გადამრავლებისას ყველა ქვემოთ მოცემული უჯრა მრავლდებოდა აი ამ უჯრის ქვემოთ მოცემულ უჯრებზე, ანუ ცარიელებზე. ეხლა რახან ეს უჯრა გაიყინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს ქვემოთ არსებული უჯრა გამრავლდება აი ამ უჯრაზე. და აი ეხლა მართლაც აი ჩამოვატაროთ ქვემოთ და აი მივიღებთ შესაბამის, ასე ვთქვათ, გამოთვლილ პროცენტებს. აი ეს უჯრაც აი უკვე ამაზე მრავლდება და ნებისმიერი აქ არსებული უჯრაც აი მრავლდება ამაზე. ეს იყო უჯრის გაყინვა. პლუს თქვით ჩვენ რომ სახელის დარქმევა შეიძლება კიდე თქვა. აი ამ უჯრას ეხლა აი ამ წუთში ქვია G3, ანუ აი G3. აი ამ გადაკვეთებისგან მიღებულია 3-იანიდან წამოსული და G-ზე G3 ქვია. მოდი ახლა დავარქვათ ამას სახელი. დავარქვათ საშემოსავლო, საშემოსავლო. მოდი ქართულად დავარქვათ, რომ მაინც უფრო კარგად ჩანდეს. საშემოსავლო. Enter-ს დავარტყი და დაერქვა საშემოსავლო. აი, ნახეთ, გადავედი საშემოსავლო ქვია. ანუ ეს ერთი ვარიანტი იყო გაყინვა უჯრის, მეორე სახელის დარქმევა. ეხლა სახელის დარქმევითაც იგივე გაკეთდება, ნახე. წავშალოთ ეს ყველაფერი. ესე იგი უდრის აი ეს გამრავლებული უკვე აი ამ უჯრაზე, ანუ საშემოსავლოზე. Enter-ი ჩამოვიტანოთ ქვემოთ. გადამრავლება და აი იგივეს მივიღებ. აი ნახეთ ახლა თუ გავხსნი აი აქ მე ეს ყველა უჯრა გადამრავლებული იქნება ამ საშემოსავლოზე. აი აქ და ყველა უჯრა გამრავლებული იქნება საშემოსავლოზე. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ამ უჯრაზე რო გამრავლდეს აქ არსებული მონაცემები, ან უნდა F4-ით გავყინოთ, ეხლა როგორც გავაკეთეთ, ან უჯრას დავარქვათ სახელი, რომელიც დაერქმევა აი აქ name box-ში, აქ სახელების იმაში აი. ანუ დაწერ სახელს და Enter-ს დაარტყავ და სახელი დაერქვა. ეს ერთი ვარიანტი. ეხლა ნახეთ აქ, ახლა გადავიდეთ აქეთ. ხელზე ასაღები. ნუ ეს რა თქმა უნდა სწორი გამოთვლა არის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, სწორია რომ ამას გამოკლებული ეს. ანუ რატო ვიყენებთ ამ ცალკე უჯრას? ეხლა აი მოდი შევცვლი აქ 18%-ს ისევე 20%-ით და ნახეთ აი 270 და 108-ის ნაცვლად ნახე აბსოლუტურად სხვა რაღაცა გახდება 300 და 120 და ასე შემდეგ. ანუ ერთი შეცვლით აქეთ მთელ ცხრილში შეიძლება ყველაფერი. კი ბატონო, ეს სწორად გვაქვს გაკეთებული. ძალიან კარგი. ეხლა აქეთ ვნახოთ რა ხდება. ხელზე ასაღები თანხა უკვე დოლარებში, მოდი ეს გადავასწოროთ. დოლარში. აი ეგ. ეხლა ნახე რა ხდება. აი ნახოთ შეხედეთ, ესე იგი, შენ უნდა გადაგიყვანა 120 ლარი დოლარში. მოდი კიდე ერთხელ აქ ისევ პროცენტის რაღაც გამოგიყენებია. კაი, ეს არ გვჭირდება. მოდი ახლა კიდე ერთხელ განმარტოთ თუ რაზეა საუბარი, ეს გადაყვანა გადმოყვანები. ანუ ნახე, მე თუ მაქვს მაგალითად რაღაც ხელფასი თქვა 300 დოლარი, 300 დოლარი მაქვს ხელფასი. ლარებში ის როგორ იქნება? აი მაგალითად 1 დოლარი არის 4 ლარი. აი 4 ლარი. ხო, 1 დოლარი არის 4 ლარი. თუ 1 დოლარში მაძლევენ 4 ლარს, 2 დოლარში 2-ჯერ 4 ლარს მომცემენ, 3 დოლარში 3-ჯერ მომცემენ 4 ლარს და ასე შემდეგ და 300 დოლარში 300-ჯერ მომცემენ 4 ლარს. ანუ 300 გამრავლდება 4-ზე რა. ეხლა იმიტომ მივიღეთ ეს შეცდომა, რომ ეს დოლარის ნიშანი ამან ვერ დაინახა ჩემი ხელით ჩაწერილი, ამიტომ ეს უნდა მივანიჭო ამას აი აქედან. აი დოლარის ნიშანი. და მივიღებ, რომ ესე იგი 1200 ლარი მქონია ლარებში. აი 1200 ლარი მქონია ლარებში. ნუ ამას დავუშალოთ ეს დოლარის ნიშანი აქ აღარ ჭირდება. ამას მე გადავალ და იქ ლარებში შევცვლით. აი აქ ჩამოვშლით. აქ თუ არ არის more account-ებში შევალთ და აი აქ ჩამოვშლით და მიუთითებთ. აი გელზე გადავალ და გელ. აი ეს. 1200 ლარი.
ანუ ესე იგი 300 გავამრავლე იმ 4-ზე. თუ დოლარში მაქვს ხელფასი და ლარში მინდა გადაყვანა, მაგრამ თუ ლარში მაქვს ხელფასი, აი 1200 ლარი მაქვს და მინდა მივიღო დოლარში. მაშინ უდრის 1200 ეს უნდა გავყო. მაშინ უნდა გავყო 4-ზე. და აი მივიღე მართლაც 300 ერთეული, ანუ 300 ლარი. აქაც ახლა იგივე ვარიანტი იყო. უბრალოდ აი აქ ახლა ჩვენ გავყავით ხელით რა. ხელით ჩავწერეთ ეს 4. მაგრამ შენ უნდა გამოგეყენებინა როგორც აი აქ ეს ფანჯარა გამოვიყენეთ, აქაც უნდა გამოგეყენებინა აი ეს. და ნახეთ, მივიღეთ 300. რატო ეს? იმიტომ რომ მე რო აქ შევცვალო კურსი 4 კი არა, გახდეს 5. ნახე, აქაც ავტომატურად შეიცვლება. აი ეს ამაზე იყო საუბარი. ეხლა მოდი გავყვეთ იმ დავალებას. რაში გჭირდებოდა ეს ყველაფერი. აი მაგალითად ეხლა მოდი აქ ავიღოთ და კურსი გვაქვს, თქვათ 1 დოლარი ღირს 3 ლარი და 40 თეთრი. აი ეს. ესე იგი, თუ ეს ლარები არის, მაშინ ვყოვებთ ამაზე. თუ დოლარები არის ესენი, მაშინ ლარებში რო გადავიყვანოთ, ვამრავლებთ. ესე იგი, უდრის ის გამრავლებული 4-ზე და გაყოფილი 100-ზე აღარ გვჭირდება. ეგ არის პროცენტის გამოთვლა. აქ ჩვეულებრივ გავყოფთ, იმიტომ რომ გავხსენეთ, რომ ესე იგი, თუ გვაქვს რაღაც ეს მაგალითად 1200 დოლარია, 1200 ჯელ გადაგვიხდიან 3 ლარსა და 40 თეთრს. რატო? თუ 1 დოლარი ღირს 3 ლარი და 40 თეთრი, 1200 ჯელ 3 ლარი და 40 თეთრს მოგცევენ. ანუ აი ეს გამრავლდება ამაზე, მაგრამ ეხლა პირიქით არის. ეს არის ლარებში მოცემული და ჩვენ ეს უნდა გადავიყვანოთ დოლარებში. ამიტომ აი აქ ბარემ შეგვიძლია დოლარიც მიუთითოთ, რომ ეს დოლარია, ხო? აი აქედან ავიღოთ და ეს მიუთითოთ, აი აქ დოლარი. ესე იგი უდრის, მაშინ აი ეს გაყოფილი, არა ხელით ჩაწერილი 4 და რაღაცა, 3 და რაღაცა, არამედ აი ამ უჯრაზე. Enter-ზე დავაწყაპუნოთ და აი მივიღეთ, რომ 1200 ლარი ყოფილა 352 ლარი და 94 თეთრი. ეხლა ეს ჩვეულებრივ გადავამრავლოთ ყველა ამ უჯრაზე. მივიღეთ შეცდომა. რატომ მივიღეთ შეცდომა აბა? თუ გახსოვს? შეცდომა რატომ მივიღეთ? მივიღეთ შეცდომა იმიტომ რომ აი აქ მაგალითად ნოლებია, აქაც ნოლებია. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ნოლებია? აი ნახე, თუ ეს უჯრა გაიყო ამაზე, შესაბამისი ფორმულის გადამრავლებით ეს უჯრა გაიყოფა მის ქვედა უჯრაზე, ეს უჯრა გაიყოფა მის ქვედა უჯრაზე. თაკეთე კარები. და ასე შემდეგ, ხო? აი ნახე ახლა, ამიტომ ესე ნახეთ, აი ეს გაიყო მის ქვედა უჯრაზე. ეს გაიყო მის ქვედა უჯრაზე და ასე შემდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, ესეც უნდა გავყინოთ. ანუ, როცა აი აქ ვაკეთებ ესეთ რაღაცას, ნახეთ, უდრის აი ეს გაყოფილი ამ უჯრაზე, და პლუს ამას იმავშევით ვაჭერთ F4 ღილაკს ხელს, აი F4, რომ აი ეს დოლარები დაიხაზოს. ანუ ეს უჯრა გაიყინა უკვე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ თუ ჩამოვკაჩავ ამას, ყველაფერი მშვენივრად იქნება. ყველა ეს უჯრა უკვე გაყოფილი იქნება ამაზე. ანუ 0-ზე გაყოფა არ შეიძლებოდა და მიტომ მოგცა აი აქ შეცდომა. ანუ ეს ყველა ცარიელი უჯრები 0 ითვლებოდა და 0-ზე გაყოფა არ შეიძლებოდა. ეხლა უჯრა გავყინეთ და აი მშვენივრად მოგცა ყველაფერი. ან იგივე შეიძლებოდა აი აქ
ამ უჯრისთვის სახელი დაგვერქმია ანალოგიურად აი აქ. კურსი, enter-ს დავარტყმ და ვეთანხმები ამ უჯრას უკვე ქვია კურსი. აი აქ. და იგივე ვარიანტი უდრის აი ეს გაყოფილი აი ამ უჯრაზე, ანუ კურსზე. enter-ი ჩამოვწიოთ ქვემოთ და აბსოლუტურად მივიღეთ იგივე და ნახავთ რომ აი ყველაფერი გაყოფილი იქნება აი ამ კურსზე, ანუ ამ უჯრაზე.